ვითარება სერიოზულია და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსების შეჩერება ხელს არ გვაძლევს. წელს ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა თითქმის 210 მილიონი ევრო გამოყვეს. ეს თანხა წელს ავღანეთისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების 30%-ზე მეტია. როდესაც საქმე ბოლო დროს მომხდარ მიწისძვრებს ეხება, ევროკავშირი ერთ-ერთი წამყვანი აქტორია. ჩვენმა ჰუმანიტარულმა ჯგუფმა 130 ტონის დახმარება ჩაიტანა. ახლა მეორე ფაზა იწყება ზამთრისთვის მოსამზადებლად. ავღანელებს სჭირდებათ თავშესაფრების, საკვებითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა, სუფთა წყალი და ჯანდაცვის სერვისები. ქალები, ბავშვები და მოხუცები უნდა დავიცვათ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ქალების გადამწყვეტი როლი ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და ხელშეწყობის საქმეში. კვლავ უნდა ისმოდეს ავღანელი ქალების ხმა. ჩვენ მოვისმინეთ კრიტიკა თალიბანის მიერ მიწისძვრაზე რეაგირების საკითხზე. მათ შორის ქალი ექიმების ნაკლებობისა და პროფესიონალების საჭიროების შესახებ. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ თალიბანს, ყველა ჰუმანიტარულ თანამშრომელს, მათ შორის ქალებს, მთელ ტერიტორიაზე მიეცეს დახმარების გაწევის შესაძლებლობა. ასევე მოვითხოვთ თალიბანმა დაუყოვნებლივ მისცეს ავღანელ ქალებს გაეროს შენობაში შესვლის უფლება.